მოგესალმებით ყველას, მე ვარ რატო დღეს მე გადავიღებ ბრაუსტერს და მოგესალმებით ეს უჩვენე დალექი და კომპლექტ გამოწიეთ შემოგდა გაახდროს და რაღაც ხელაგაც შემედები არ გამოტოთ მეგობრებო პირველ რიგში ყველას უღრმესი მადლობა იმიტომ რომ ავედი 450 გამომწერზე რასაც ყველას უღრმესი მადლობა ხოლო ჩვენი შემდეგი მიზანი არის 500 გამომწერი სულ რაღაც 50 გამომწერი მაგლია და იმეთი მაქვს მალე ავალთ მეგობრებო დღეს როგორც გითხარით უკვე ბრაუსტერს გადავიღებ დიდი ხანია არ შემოსულ ვარ რავი მე მგონი ერთი თვე რაც ბრაუსტერზე ვიდეო არ დამიდია. დღეს შემოვედი, მაინტერესებდა რაღაცეები, ანუ მეთქი რა ხდება, როგორ შეცვალეს თამაში და როგორ და რანაირად. რაღაცეები არის შესული, რაღაცეები არის დამატებული, double trophy, ოриო, რავი, რეები არის დამატებული, მეც არ ვიცი, ახალი განახლება გამოსულა. ახალ განახლებასთან ერთად ახალი ბრაულერი გამოვიდა, რომელსაც ქვია Ultra Brawlers in one ხო არ გადავალ. ანუ აქ ultra legendary აწერია, ხოლო აქ გადახვალ და აწერია assassin-ი. და ადროფშიც შეიძლება დავვარდეს ასევე. აჰა. რომელიც 900 ჯემი ღირს. ხო არ გადავალ. და უკვე გამო11 power-იანი არის. ახალი ბრაულერი გამოსულა, სახელი რა ქვია დამოვიწყდა, მოდი უსვათ ვნახოთ. კაზე, იმედია სწორად დავიკითხე. Assassin-ი არის და Ultra Legendary არის რა. ანუ როგორც ახლა ეს არის მაგალითად ეს Assassin-ი, მაგრამ Legendary Brawler არის, ეს არის Ultra Legendary Brawler-ი. ესე იგი გადავედით უკვე დაამოდეს ყველაზე ძლიერი ბრაულერები, რომლებიც არიან Ultra Legendary გამხდარ ახლა ესე იგი. ხოლო დღეს მეგობრებო, ჩვენ გავხსნით 10 ცალ random სტადრობს, ხოლო მანამდე ავიღებ 150 power points. რა თქმა უნდა, ბრაულერებს გავაძლიერებ ამით. გავხსნით 10 ცალ უფასო სტარდროპს, random სტარდროპს და იმედი მაქვს გაგვიმართლებს და რამეს თავაგდებთ. ხოლო მანამდე ხო არ ვფიქრობ, ახლა ერთხელი ხო არ ვითამაშო, წამოერთხელს ვითამაშებ და იმედი მაქვს ინტერნეტი არ გამიჭედავს. თქვენ მეგობრებო, ვიდეოს დალექება, არხის გამოწერა და ზარეზღლაგის გააქტივება არ დაგავიწყდეთ. რათა ჩემი ვიდეოები არ გამოვიდო და რა შეიძლება მალე ავიდეთ 500 გამომწერზე და როგორც თქვი და კიდე ერთხელ გავიმეორებ 500 გამომწერზე. ავალ თუ არა, გავუშვებ პირველ სტრიმს. ჩემს ცხოვრებაში და ჩემს ცხოვრებაში და ჩემ YouTube არხზე იქნება პირველი live stream-ი. სადაც ვითამაშებ მაგალითად ან hardcore-ს, ან Brawl Stars, ან სხვა რამე იგეთს. ან შეიძლება საერთოდ ორივე ვითამაშო. ნახოთ როგორ განვითარდება. აქ შეიძლება მოვუკვდე თუ გადამარჩენს ჩემი სუპერი, გადამარჩენს რა თქმა უნდა. ნუ როგორ გადამარჩენა არ ვიცით, მაგრამ გადამარჩენა მოდი ეგრე ჩავთვლი მე ერთი PowerPoint-ი. ერთი PowerPoint-ი მეთქი. ერთი რა ქვია მას? სახელი დამავიწყდაო. რატო კაცო? სახელი დამავიწყდა. ანუ არ ვიცი რეებს ვლაპარაკობ ვიდეოში. დიდი ხანია Brawl Stars-ი არც მითამაშია და არც გადამიღია. სახელი დამავიწყდა რა ქვია ამას? PowerPoint-ი. PowerPoint-ი თუ რა ჯანდაბად თქვი, აღარ მახსოვს რა. ძალიან ბევრი სახელი როგორ დამავიწყდა, ხო არ გადავალ. ეხლა მინდა რომ გავიხსენო და თან ვერ ვიხსენებ. 6 ცალი მაქვს უკვე, მოდი ეგრე დავუძახებ, უკვე 8 ცალი მაქვს. ამან ჩემი სუპერი როგორ დამინგრია. მაგის გამო მოკვდები, უკვე 10 ცალი მაქვს, 11 მაქვს უბრალოდ. თქვენი სუპერი დავდგათ რომ გავიგოთ სად არის და ვინახეთ ჩვენი ეში არის მოწინააღმდეგე, რომელსაც 10000 აქვს ცოცხლე და რომელსაც ასე მარტივად გავანადგურებ. ლაიქს პინსაც დაუწერე, ნუ რა თქმა უნდა ბოლოში შევედით, მოვიგეთ, გამოვედით. რამდენი მისია მაქვს შესრულებელი, გავედით, გავხსენით ერთი ცალი სტადრობი ჩვეულებრივი, შენაც რეირი დავწერეთ. აქედან დაიწყო ჩვენი სტადრობების გახსნა. თქვენ მეგობრებო, ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა, ზარეზღლაგის გააქტივება არ დაგავიწყდეთ. რათა ჩემი ვიდეოები არ გამოტოვოთ. აქ ასევე გავხსნათ ჩვენი random hypercharge-ი. და ვნახოთ რაზე დავაგდებთ და დავაგდებთ ლილი. ლილიზე დავაგდებთ hypercharge-ი. ხოლო ეხლა გადავიდეთ და გავხსნათ ჩვენი 10 ცალი სტარდროპი. თქვენ მეგობრებო, ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და ზარეზღლაგის გააქტივება არ დაგავიწყდეთ. უკვე მე რამდენი თვე ვამბობ, არც ვიცი. დავიწყეთ ჩვენი გახსნა პირველი სტარდროპი გავხსენით და ავიდა Epic-ზე, მეორეც ეგრევე Epic-ზე ავიდა მშვენიერია. პინებს ვღრით ჯერჯერობით, სუპერიერი არის მესამე. მოხდა PowerPoint-ი. ეხლა იმაზე მეცნება იმის სახელი როგორ დამავიწყდა რა. რავი იმედი მაქვს გავიხსენებ.
თუ ვერ გავიხსნეთ, მაბადიეთ, დიდი ხანია არ მითამაში და დამოვიწყდა. ნუ ვესწრები რომ Brawl Stars-ის თამაშს ისევ მოვუხშირო და მოვუხშირო რა ცოტა დრო დავუწყო ხოლმე Brawl Stars-აც, ვესწრები რომ ვიდეოები გადავიღო, რაღაც გეგმები მაქვს ამასთან დაკავშირებით ჩემი YouTube არხზე და მომდიბარე აქვე ვიტყვი, ანუ აქვე ვიტყვი რა, უფრო დიდი დრო მექნება, იმიტომ რომ სულ რაღაც ერთი კვირა გადაგუშა და დავგვითხოვენ სკოლიდან და უფრო მეტი დრო მექნება და უფრო მეტი ვიდეოები გამოვიცდები რომ კვირაში გადავიღო ხოლმე მოდი ხა გადავთვალისწინოთ რა 2 შაბათი, 4 შაბათი, პარასკევი და კვირა რა. ანუ ვეცდები რომ 4 ვიდეო გადავიღო, 4 ვიდეო დავდო ხოლმე ერთ კვირაში 4 ვიდეო რო დავდო, თვეში რამდენი გამოდის, არც კი ვიცი. ხა ეგ რა გადამამრავლებინოთ, მაგის გამრავლებას მომდები კარგახანი მე. აქ სამწუხაროდ არაფერზე არ გვიმართლებს, უკვე მე მგონი მე-7 თუ მე-8 არის რეირი ჩვენი ეპიკი და დილათობით ჩვენი გახსნებით აქ დამთავრდა და ასე უიღბლოდ ჩაიარა ყველაფერმა. მეგობრებო, მე ზუსტად არ მახსოვს ჩემ მეორე აკაუნტზე შემიშვებს თუ არა თამაში, მაგრამ მე ხლა ვეცდები რომ შევიდე ჩემს მინი აკაუნტზე და თუ შევედი ძალიან კარგი იქნება და იქაც გავხსნი. ამიტომაც მეგობრებო, ეხლა ვთქვათ დავაპაუზებ ვიდეოს და გადავალ ჩემ მინი აკაუნტზე და იქიდან დაგიბრუნდებით. ესეც ესე შემოვიდით მეგობრებო ჩემს მინი აკაუნტზე, არ მეგონა თუ შემომიშვებდა. სეზონ ტროფიზე მაქვს გასახსნელი, ეს small trophy box-ი. ჩვეულებრივი პატარა ბოქსი არის და ვნახოთ რას დავაგდებთ. დავაგდებთ თუ არა საერთოდ რამეს. არ გაგვიმართლა და დავაგდეთ პენის სკინი. და მე თქვა დებილობა სკინი არის და ახალი სკინი არის, რომ პენი ეს ჩემ თავარ აკაუნტზე არ მაქვს. ნუ ამ აკაუნტს რომ შეგახედოთ, რავი, რა ხდება და არც არაფერი არ ხდება, რა ორი ბრაულერი მყავს მე მგონი 1000-ზე, მოდი ვთქვათ მოსტროფით დავალაგოთ. არის ერთი ედგარი, მეორე არის ჩვენი მორტისი და სხვა არაფერი. აქაც მოდი ესეთი რაღაცები რაც არის ყველაფერი ავიღოთ, რომ დრო და ენერგია, ესე ანუ დრო გვაქვს რა, კარგაბლომად გვაქვს. ავიღოთ ეს ყველაფერი, რასაც გვაძლევს და რასაც არ გვაძლევს. ავიღოთ ყველაფერი. აქაც რაღაცები გასახსნელი გვაქვს და შვენიერია. დავიწყოთ ჩვენი სტადროპით, ჩვეულებრივად გავხსნათ ერთი ცალი სტადროპი და შვენიერია ლეგენდარი დავაწერინეთ და ბის სკინი, რომელიც არის ნეკოპი და გოლდი დაეგდო შვენიერი იქნება და თავისი ლეგენდარი პინით, აქაც ჩვენი სკინი დავააპგრეიდეთ, რაც ძალიან კარგი არის, გავხსნათ მორიგი სტადროპი, საიდანაც დილათობით აქაც უკვე არაფერს აღარ გაგვიმართლებს, იმიტომ რომ ლეგენდარი დავაწერინეთ და ეპიკი იყო და დავაგდეთ მოს სკინი კი არა მოს სპინი. შევხედოთ აქაც ესეთი რა ხდება, ესენი არ გვაინტერესებს. აქან და გვაინტერესებს ჩვენ ყველაფერი. აი აქ იმებს აღარ ავიღებ და დავიწყოთ ჩვენი მორიგი 10 ცალის ანდროპი გავხსნათ. დავიწყეთ პირველი მითიკი შვენიერია 500 ქონი დავაგდეთ, უცბად გავხსნეთ მოდი მეორე სუპერეირი, მესამე რეირი, მეოთხეც რა თქმა უნდა რეირი იქნება, როგორც მეხუთე იქნება რეირი, მეხუთე ეპიკი ყოფილა. რაღაც სწრაფად ვლაპარაკობ და აქვე ვიტყვი რომ მეგობრებო თქვენ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და ზარისხელის გააქტიურება არ დაგაუწეთ და ჩემი ვიდეოები არ გამოტოვოთ და რაშიც მალე ავიდეთ 500 გამომწერზე. წელს არის ჩემი მიზანი რომ ავიდე 1000 გამომწერზე და 1000 გამომწერზე ასვლისთანავე მაქვს უმაგრესი ვიდეა, ესა ვიდეა რა არის? უმაგრესი იდეა თუ 1000 გამომწერზე რო ავალ, რას გავაკეთებ? ჩვენი მორიგი სტადროპი გავხსნათ 10 ცალი კრედიტი დავაგდეთ, აქ თურმე ლუმის ვიღებ, ეს ბროლერი არც ვიცი, როდის გამოვიდა, ეს წინაზე გამოვიდა ეპიკ ბროლერი არის და მე მგონი დამთავრდა. აი აქ შემთხვევით ჩამომეძია ეკრანი, მაგრამ არანაირი პრობლემა არ არის, 75%-ზე მაქვს ტელეფონი. ვის რა შეინტერესებს ახლა მეც მაგარი ვარ, ტელეფონი რამდენ პროცენტზე მაქვს. დამთავრდა შენი გახსნები და ყველაფერი. მოდი მეგობრებო, უბრალოდ გადავალ ჩემს მთავარ აკაუნტზე და იქიდან დაგემშვიდობებით ასე მირჩევნია რომ იყოს. გადმოვედი მეგობრებო ჩემს მთავარ აკაუნტზე. ნუ მare მოდი შეგათვალიერებინათ თუ ვიდეოს გარეთ რა მოხდა ჩემს აკაუნტზე და რა არ მოხდა. არ ვიცი ეს მიიფლით რა ჯანდაბაც ქვია ბრაულერს ვიდეოში ავიღე თუ არ ავიღე, არ მახსოვს. სხვა ძირად არაფერი არ მომხდა რა. და ვეცდები რომ მოვუხშირო ჩვენს ისა Brawl Stars-ის თამაშს, მოვუხშირო და ბრაულერები ავწიო 1000-ზე, ყველანაირი ბრაულერი რომ მინდა
ყავდეს 1000-ზე, ასევე 1000-ზე იგი არა და ტროფი რუადი საერთოდ დავუხურო. ბოლოს 70000 იყო ტროფი რუადი და ვნახოთ თუ გაზარდეს რა. მაინტერესებს ძალიან. იმიტომ რომ ერთ თვეზე ერთი თვი არის, რაც არ მითამაშია რა დაახლოებით. რეჯერობით 60-7000 ავიდით უკვე. უსვათ 70000 აბა ვნახოთ. არც გაუდიდებიათ და არც შეუმცირებიათ. იმედი მაქვს მომავალში გაზრდიან 100000-მდე გაზრდიან დიდი არამათობით რა ტროფი რუადს. თორემ ხავისაც უკვე დახურული აქვს მობეზრდება. ვისაც უკვე დახურული აქვს ძალიან ბევრს აქვს დახურული თასები და ყველაფერი. მე ჯერჯერობით არ მაქვს და ხوار ხადა ამ კლუბში ისევ ვარ. მე დიდი ხანია რა არ ვიცი ამდე ხანია რაც არ მეთამაშია. და ამ კლუბში როგორ მაჩერებენ, არ ვიცი. ესე იგი ამ კლუბს ნიშნავს რომ ეს კლუბი კაპიკად არ ვარგა. იმიტომ რომ პრეზიდენტი სად არის ამ კლუბის პრეზიდენტი საერთოდ ვინ არის? პრეზიდენტი 1 საათის უკან თამაშობდა. აკაუნტი მოდი მაინც შევხედოთ რანაირი აკაუნტი აქვს. ძალიან კარგი აკაუნტი აქვს თასებზე. თამაშობს ესე თუზე. კაი, ვის რა შეინტერესებს ეს დღევანდელი ამ ვიდეოში ნარსი იყო სტადრობების გახსნა 20 წელი სტადრობი გავხსენით. 1 წელი ლეგენდარი დავაწერინეთ, 1 წელი ეპიკი, 1 წელი მითიკი და რამდენიმე ეპიკი. მინი აკაუნტზე გამიმართლა, ხოლო მთავარზე არ გამიმართლა. იმიტომ რომ მთავარზე გაემართლებინა და ვიდრე მინდეზე რა. მოგდეთ მეგობრებო, დღეისათვის თუ ეს იყო, თუ მოგეცდამათ ეს ვიდეო უჭველი დალაიქეთ, დააკომენტარეთ, გამოიწერეთ სიამაყე და გააქტიუროთ ეს არის ღილაკეთ ჩემი ვიდეოები. არ გამოდოთ, მე კი შეგხვდებით მომდევნო ვიდეოში. დროებით.